ქართული ოცნების დატოვების შემდეგ უცნობი პიროვნება ტელეფონით დამიკავშირდა და შეურაცხყოფა მომაყენა ანალოგიური განმეორდა გუშინაც. აცხადებს მურმან დუმბაძე და პარლამენტის თავმჯდომარესა და შინაგან საქმეთა მინისტრს მისი უსაფრთხოების დაცვისაკენ მოუწოდებს. დეპუტატის თქმით მომხდარის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები ინფორმირებული არიან და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ხოლო თუ კი დამნაშავის ვინაობა დროულად არ დადგინდება, იგი მომხდარს ხელისუფლებას დაუკავშირებს. მურმან დუმბაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით გიორგი მარგველაშვილი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუმცა ამის მიუხედავად მას ქვეყნის პირველ პირთან არსებული სიტუაციის განხილვა სურს. იმდენად დაიძაბა ურთიერთობა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობასა და ასე ვთქვათ ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რომ მინდა აქვე მიუმართო საქართველოს პირველ პოლიტიკურ პირს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომ გამოგვინახოს დრო და შეხვდეს უმაღლეს საბჭოს ქართული ოცნების წევრებსა და პირადად მე